წითელი ხაზი ასე ჰქვია ნამუშევრების სერიას, რომლითაც ახალგაზრდა დევნილმა მხატვარმა ეკატერინე გეგუჩაძემ სამაგისტრო ხარისხი მიიღო. წითელი ხაზი არის გამოყოფა ხელნაკეთსა და კოპირებას შორის. ნამუშევრებში მკაფიოდ ჩანს ახალგაზრდა მხატვრის თავისებური ხედვა. დღეს არის ეკატერინე გეგუჩაძის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა. მე ვიყავი მისი ხელმძღვანელი 2 წლის განმავლობაში და მე ვფიქრობ, რომ ჩემთვის ეს იყო ძალიან დიდი სიამოვნება და საჩუქარი, როდესაც ესეთი პიროვნება, როგორც ეკატერინე, რომელიც საოცრად მოტივირებული და მონდომებული იყო და უყვარს ის საქმე, რაც მან დღეს წარმოადგინა, მიიყვანა ესეთ სრულყოფამდე. ეკატერინე, როდესაც აკადემიაში მოვიდა მაგისტრატურაში ჩასაბარებლად, მას უკვე ჰქონდა რაღაც უნარები ათვისებული და საკმაოდ კარგად აკეთებდა და ასრულებდა ერთ-ერთ ტექნიკას, ერთ-ერთ ტექნოლოგიას. მაგრამ სამომავლოდ ეს ყველაფერი მან გაავსო და გაამდიდრა თავის საქმეში და მე ვფიქრობ, რომ ეკატერინეს სახით ჩვენ დღეს გვყავს ტექსტილის სფეროში ისეთი დიზაინერი, რომელსაც ნამდვილად ძალიან დიდი მომავალი აქვს და ყურადღება მისაქცევია აუცილებლად. მაგისტრატურის დაცვის დროს ყოველთვის არის კომისია არის აქტოვანებული მისი შრომით და რა თქმა უნდა უმაღლესი ქულით შეფასდა მისი ნამუშევრები. საოცრად არის გაკეთებული, ტრანსფორმირებული აბსოლუტურად ერთი თემით მთელ ხერხემალზე არის აწყობილი სხვადასხვა მასალების ფაქტურები. ხაზი გაავლო ის წითელი ხაზი, რომელიც არსებობს საერთოდ და რომელსაც იძახიან ხოლმე და ბუნებაში ამბობენ. because გადაკვეთა არ შეიძლება, მაგრამ გადაკვეთა ყოველთვის შეიძლება, იმიტომ რომ ხო ხედავთ რა სილამაზეა გარშემო, ლაკონური, მეტყველი ფორმით და ფერით არის გადმოცემული საოცარი არსი ამ შემომქმედი, შეიძლება მე თავისუფლად შემიძლია დავარქვა ეკას შემომქმედი. სამაგისტრო ხარისხის წარმატებით დაცვის შემდეგ ეკატერინე გეგუჩაძემ ნამუშევრები ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში გამოფინა. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. არტ გალერეაში უმასპინძლეთ არაჩვეულებრივ მხატვარს, ტექსტილის მხატვარს. ამ კედლებში ამ ტიპის გამოფენა არის ალბათ პირველი. ეს არის გაზაფხულის ფერები, მარტის ფერები, ზოგან ძალიან მხიარული, ზოგან ძალიან სევდიანი. საოცარი შრომაა ჩადებული, რადგან თითეული შტრიხი არის ინდივიდუალურად ხელით გაკეთებული. აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს არტ გალერეაში ველოდებით ქალბატონ ეკას მომავალ ახალ ნამუშევრებს და მისი ნამუშევრებისთვის, მისი ნიჭისთვის, მისი შემოქმედებისათვის ჩვენი კარი მუდამ ღია იქნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ორნამენტი, ტექსტილის სხვადასხვა ტექნიკაში, ცივი ბატიკის ტექნიკა, გობელენი ხელით დამზადებული აბრეშუმის ძაფით, შიბორით მოხატვის ტექნიკა, თექა აბრეშუმის ქაღალდით, აგრეთვე საკუთარი ქსოვილით შექმნილი მოდელები. საინტერესოა მხატვრის ინდივიდუალურობა, ტექნიკური ოსტატობა და მაღალმხატვრული კომპოზიციები. არაჩვეულებრივი გამოფენა, არაჩვეულებრივი იმით არის, რომ ფერებია შერჩეული. ძალიან გამაოცა აი კაბების მოდელებმა. საოცარი კოლექცია წარმოადგინეს. საოცარი იმ გაგებით, რომ ცოტა ფუტურისტული, ამ დროს ძალიან ორიგინალურია და გამოყენებადია. უღრმესი მადლობა ვინც ამ გოგონას გვერდში უდგას, დიდ წარმატებებს უსრულებს. ძალიან მომეწონა. განსაკუთრებით აი ის პირველი. იმიტომ რომ ყოველთვის ის მომწონს, რის გამეორებაც არ შეიძლება. იმას ვერ გაიმეორებ. გამორიცხულია. ხელით გაკეთებულია, სულ თავიდან ბოლომდე იმას ვერ აწყობს ხანაერად. არაჩვეულებრივად კარგი ორნამენტებია, რაც მე ძალიან მომწონს. წითელი ხაზი გავსვი ხელით ნამუშევარსა და პრინტ შორის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოდაში შემოვიდა პრინტი, ხელით მუშაობა მაინც სხვა რამეა. ტექსტილის სხვადასხვა ფერობა მაქვს გადმოცემული, ტანსაცმელი და ფეხსაცმელის ჩათვლით. ჩემი ნამუშევრებით ეს არის მე-17 საუკუნის ქართული დაჩითული ქსოვილი, რომელიც მუზეუმშია დაცული. მე ვარ სოხუმიდან, იქ დავიბადე, იქ გავიზარდე, პირველი საშუალო სკოლა მაქვს დამთავრებული. ეკატერინე გეგუჩაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო გამოფენებში. აფხაზეთიდან დევნილი ხელოვანი შემოქმედება აღიარებულია საერთაშორისო მასშტაბით.